15 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდ ავტოგრაფის პირველი მასშტაბური პროექტის ფარგლებში კონცერტი გაიმართება. გია ყანჩელის ყველასათვის ნაცნობ მუსიკას კინოდან და თეატრიდან ლატვიელი, ამერიკელი და ქართველი ჯაზ შემსრულებლები განსხვავებული ინტერპრეტაციით შეასრულებენ. კონცერტი ორმოქმედებიანია და პირველი ნაწილი ცნობილ ლატვიურ ჯაზ ბენდ XLM ტრიოს დაეთმობა. This is really magic, I think. გია ყანჩელის მუსიკა ეს არის ის, რაც ყველა მუსიკოს უდიდეს სიამოვნებას და დიდ თავისუფლებას ანიჭებს. პირველივე მოსმენიდან ჩვენ შთაგონებულები გავხდით. დღეს კი ბედნიერები ვართ, რომ მის სამშობლოში, საქართველოს გულში წარმოვადგენთ კონცერტს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უცხოელი და ქართველი მუსიკოსების ერთგვარი კოლაბორაცია, რაზეც მუსიკოსები უკვე რამოდენიმე დღე დაუღალავად შრომობენ, რომ ნამდვილად საინტერესო და ყველასთვის სასიამოვნო პროექტი განხორციელდეს. თბილისის მერიის მართლაც დიდი პატივია. მონაწილეობა მივიღო და ვიყო მთავარი მხარდამჭერია საინტერესო პროექტისა. სხვა ყანჩელი, გია ყანჩელი, რომელიც უბადლოდ დიდი შემოქმედია, ადამიანი, რომელიც ყოველთვის ახლისძიებაშია. ჩვენ ვართ წარმომდგენები ავტოგრაფის ამ შესანიშნავი პროექტის, რაც პირდაპირ გეტყვით, რომ გვაძლევს ძალიან დიდი სიამაყის განცდის საშუალებას და ამისათვის ყველას მადლობას ვუხდი. დამერწმუნეთ, რომ გია ყანჩელი ეს არის კომპოზიტორი, რომელსაც ადამიანების გაკეთილშობილება, რომლის შემოქმედებასაც, რომლის მუსიკასაც შეუძლია ადამიანების გაკეთილშობილება